არასქროლოთ მეგობრებო და ეხლა კარგი რამ მინდა გითხრათ ჰიბრიდებზე და ანუ სუფთა ჯიშებზე. რა განსხვავება არის ხორცის მხრივ და ესე შემდეგ გაყიდვის მხრივ. ჰიბრიდები მაგალითად სუფთა კალიფორნიული თუ ყავთ და სუფთა გოლიათი, ამათ ჰიბრიდი ძალიან კარგია. იმ მხრივ რომ 2-3 თვე, ანუ 3 თვე მაქსიმუმ 90 დღეში ძალიან კარგად იზრდებიან. ასევე ჯამთელობის ხრივაც და ანუ ყველაფერს ეგუებიან ბაქტერიები და ესე შემდეგ, ძალიან დაწუნებული ვარ რომ არ ჭირდება დამუშავება. თუ მეხორცეობის მხრივ გინდათ რომ გააკეთოთ, ისეთი რაღაც ძალიან კარგია. მაგრამ მეორე მხარე ისაა რომ ჰიბრიდზე შეჯვარება უკვე ჰიბრიდული ძალა იკარგება. ამას რო ვთქვათ და ჰიბრიდი დედლები ყავთ და კიდე მაგათი ბაჭიები დაიბადა, უკვე ისინი ჰიბრიდები აღარ არიან, ისინი უკვე ცუდი ჰიბრიდები არიან მეგობრებო. და რატოა ცუდი ჰიბრიდი? იმიტომ რომ სუფთა სისხლების შერევა აღარაა მანდ უკვე არის არეული ჰიბრიდი. და საიდან გამოიხატება ეგ? ანუ თქვა და ჰიბრიდის ჰიბრიდი არის დედა. და ორი დედა, ერთ შეიძლება ქონდეს კარგიძე, მეორეს შეიძლება არ ქონდეს. ერთი შეიძლება გაიზარდოს ძალიან წონაში, მეორე შეიძლება პატარა იყოს დარჩეს, ანუ ისეთი მასა ვერ მიიღოთ, როგორც თქვენ გინდათ. ეს განსხვავება არის ჰიბრიდებს. ეხლა აქ მყავს მე ჰიბრიდები. და ძალიან კარგია, მაგრამ ამათი დაყოფა მომიწევს მე ისე რომ ჰიბრიდის ჰიბრიდები აღარ იყოს. უკვე ისეთი წონები აქვს ამათ რომ როგორც ვთქვი, 3 თვის დაჟე მეტიც არიან და სადღაც 3 კილომდეც შეიძლება მივიდნენ. ისე დიდები არიან, აი ეს თეთრები ერთი და ეს ორი ნაცრისფერები წამხელები არიან. ჩემო ძვირფასებო და ამიტომ ჰიბრიდები ჯობია ერთი თაობა ყავდეთ და მე ის ჰიბრიდები, ანუ ეს უკვე ვაჭრობის მხრივ ამბობ ამას, რომ გაყიდვის მხრივ თუ გინდათ და მოშენების მხრივ რა თქმა უნდა ისევ და ისევ სუფთები უნდა ყავდეს, ვთქვათ ორი დედალი აიყვანეთ სუფთა. მეორე, ანუ მესამე მამალიც სუფთა ყავდეს სხვა ჯიშის ხაზის და ამათ ჰიბრიდი იქნება ძალიან კარგი და უნიკალური. და ანუ ესე უნდა ამუშავოთ რამოდენიმე დედალი და არა მერე ბაჭიები. იმიტომ რომ შემდეგ ბაჭიები ისეთ შედეგს არ მოგიტანთ, როგორცაც სუფთა ჯიშის თავიდან ის დედები. ჰიბრიდები ერთმანეთს შუაირება ვსაუმერი, ანუ ვერც წონას მიიღე. ესენი ახლა ერთიანად ისე იზრდებიან, ერთი წონა აქვთ თითქმის, ერთი სიმაღლე აქვთ თითქმის და ანუ ძალიან კარგები გამოდიან. სადღაც 3 თვემდე და 3 თვის მერე უკვე უნდა გაყიდოთ, იმიტომ რომ მერე უკვე კონში მიდიან და აღარ ზდაში აღარ მიდიან რა, სადღაც 3 თვის მერე უკვე რაც იქნებიან, კარგი ჭამით, ჩათვალეთ რომ დიდი ალბათობით მოიმატოს კიდე 9 კილო, 2 კილო. მეც აღარ მოიმატებს და მერე უკვე თავისთავად კონში წავლიან და დედებად კარგები არიან, მაგრამ მაგათი შვილები აღარ იქნებიან კარგები. ჰიბრიდის ჰიბრიდები და კიდე რომ შეაჯვარებთ იმ ჰიბრიდებს, მერე ხაზი ფუჭდება და უკვე ჯამთელობაც შეერყევათ, ისეთ ზომებსაც ვეღარ მიიღებთ, ისეთ შედეგსაც ვეღარ მიიღებთ, რა თქმა უნდა. ეხლა მე მყავს ის ერთი გოლიათი რუხი და ეს მეორე ცოტა პატარაა მამალი და იმედია გაიზრდება, მაგრამ ეს უკვე ბევრი თაობა დაყარა ამან. ხო და იმედია თუ გაიზრდება კიდევ და კიდევ კარგი იქნება. ანუ ეს ამყავს სხვადასხვა ჯიშებია, ეს დიდია სხვა ჯიში, ეს ნაცარა სხვა ჯიში, ის კალიფორნიული სხვა ჯიში და ანუ ამ ორ დედაზე ვამუშავებ ძირითადად ამ ერთ მამალს. აი რო დახტეს. და ამიტომ არის ძალიან კარგები. და ეხლა ამათი შვილები მე ცალკე უნდა გადავიყვანო და ალბათ მომიწევს უკვე დაყიდვა გამოზაფხულიდან, რადგან ესენი კიდე რო შეჯვარდებიან ამათი ჰიბრიდები, კიდე არა უშავთ. ანუ აღარ აირევა იმდენად, მაგრამ კიდე ჰიბრიდის ჰიბრიდები და კიდე მაგათი ჰიბრიდები და თუ გინდათ რომ ფერმა ყავდეთ უკვე ანუ ძალიან გაფუჭდება ხაზი, შედეგსაც ვერ მიიღებთ ისე როგორც საჭიროა და რა თქმა უნდა ძალიან ცუდი შედეგი დაიდება. კალიფორნიული მამალი მინდა ამის მერე დიდი, ანუ ამ ჰიბრიდებიდან დავიტოვებ კალიფორნიულ მამალს და შევაჯვარებ აი ამ გოლიათის შვილებთან, იმიტომ რომ გოლიათი უფრო ისეთი თემაა, რომ ბევრ ბაჭიებს
მიყრის კიდეც და ახალგაზრდაც გამოიყურება და თავისთავად მე უფრო მინდა ხორცის ხრივ წავიყვანო ჩემი ესე ვთქვათ ეს მინი ფერმას დავარქმევდი და არა გასაყიდლად. თუ რა თქმა უნდა გასაყიდლადაც დავიწყებ ფიქს უკვე ჯიშები უნდა დავამატო ახალგაზრდა დედები სუფთა სისხლები რომ ზოგს დედალი უნდა, ზოგს მამალი უნდა, ზოგი დამწყებია, ზოგს ცუდი ყავს, ზოგს დაუბერდა და ასეთი მხრივაც შეგიძლიათ რომ იყოლიოთ და ამუშაოთ სუფთა ხაზები. და მე სუფთა ხაზებზე ნაღდად არ ვაპირებ მუშაობას, უფრო მინდა ჰიბრიდები, უფრო მინდა მეხორცეთ წავიყვანო და ესე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი არხი, ჩემი რჩევა, გამოიწერეთ ისევ და ისევ და ლაიქეთ და შემდეგზე კიდე დაგიდებთ ახალ კარგ ვიდეოებს. მადლობთ ყურადღებისათვის.